ეს შაკოა და მას ჯერ წარმოდგენაც არ აქვს, რომ რამდენიმე წამში ის თავის ცხოვრებაზე ფილმს ნახავს. ფილმს, რომელიც ერთი შემთხვევითი შეხვედრით დაიწყო. რამდენიმე თვის წინ მე და ჩემი მეგობარი ანი ქუჩაში კამერებით გავედით და მხოლოდ ერთი კითხვა დავსვით. რა იყო თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი? არჩეული ისტორიისთვის სცენარს დავწერთ, ჩავეტარებ მასშტაბურ კასტინგს და გადავიღებ ფილმს. შემდეგ კი ჰოლოზეუმში მოვაწყობ ჩვენებას, სადაც უამრავი ხალხი მოვა. მიზანი რჩება ერთი. ამ დროის განმავლობაში შაკომ ვერაფერი ვერ უნდა გაიგოს. რომელი ადამიანის ისტორია გადაიქცევა ფილმად, ამას გადაწყვეტ შენ. შემდეგ ჩვენ დავწერთ სცენარს, გადავიღებთ ფილმს და ამ ადამიანს ვაჩვენებთ მის ცხოვრებას ფილმად. აუ, ძალიან დიდი გასაკეთების ფილმი. მართლა ძალიან დიდი. მეორედ ვაკეთებთ ამას და იმედია, ეხლა ბევრად უკეთესი გამოვა. წავედით. იეი. შვილის დაბადება. რამდენი შვილი გყავთ? ერთი მყავდა. მეურეც მოგონება. ძალიან მწუხარ გავაკეთე. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შვილი გავაჩინე. შვილი რა გააჩინე? 42 წელს არ არის. შეიძლება ერთი კითხვა? კაი. მადლობა თქვენ. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? კარგი. მამამ ცურვა არ იცოდა და ისე გასწავლა და შენ გეგონა რომ იცოდა. სკოლა რო დავამთავრეთ ჩემს ბავშვობაში. ცხოვრების განმავლობაში ადამიანს უამრავი ისტორია უკრავდება. გამარჯობა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? თქვენი სახელი? ასმათი. ქალბატონო ასმათი, ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენ ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვან ამბავს, რაც თქვენ გადაგხდათ? სკოლა რო დავამთავრეთ ჩემს ბავშვობაში. მაშინდელი სკოლის დამთავრება და მაშინდელი ბავშვობა სხვანაირი იყო ვიდრე მე ასე მგონია ვიდრე დღეს. ეხლა ზუსტად ერთი კვირის უკან ვიყავი სოფელში და კლასელები ვიხსენებდით. სკოლის დირექტორი იყო, დაბალი ტანის კაცი იყო და სახლიდან გადმოვიდა და ჩვენ თამაშობ წუწაობდით. და დირექტორი ჩუაში მოვიმწყდით და გვეგონა ჩვენი კლასელი და ვაწუწავეთ, გადაირია, ყველას გაგიშვებთო სკოლიდან მოგვითხრა. რომ გაიხსენოთ თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა მომხდარა? როცა ბავშვი შემეძინა. ძალიან კარგი, გილოცავთ. მანამდე ზუსტად კონკრეტულად ისეთი მომენტი, რაც მშობლებთან ერთად გახსოვს, ერთად გატარებული დრო სასიამოვნო. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ისტორიაა, სხვათა შორის, მამამ როცა ცურვა მასწავლა. და რამოდენიმე ხნის მერე დაახლოებით 5-6 წლის მე წინ აღმოვაჩინე, რომ თვითონ არ იცოდა ცურვა. ყოველთვის მეგონა რომ მომაჩემს სულვა კარგად გამოსდიდა. რამდენი წლის იყავი? ალბათ მე 3-4 კლასი. 10 წლის ალბათ, ხო, დაახლოებით. სად გასწავლა სოფელში, მდინარეზე? და ურეკში. ზღვაზე. კი ბატონო. ეგ იყო ალბათ ის, როცა გამიხარ პირველად წამიყვანეთ. და როგორ აღმოაჩინე, რომ მამამ ცურვა არ იცოდა? როცა მეუღლე მოვიყვანე, ერთად წავედით ზღვაზე და ძალიან საინტერესო იყო, მე კარგად ვსურავ. მამას წყალობით, დამსახურებით? კი ბატონო, ალბათ ჩემთვის მე დავხვეწე. როცა უყურებ, რომ ზღვაში მე ჩემთვის ვსურავ რაღაცა და ვიღაც რაღაცა ძალიან ცუდად დახმარება სჭირდება. გავხედე და მამა. ძალიან ეს გაოცებული და თან ესეთი შეშინებული იყო სტიმა, მე გავანალიზე რომ უთხარი რამე რადიოლოგი დავცინის ხოთაშორის მაგაზე. პირველი რა იყო? ანუ გაგიკვირდა? გამიკვირდა ხო, რა თქმა უნდა, გამიკვირდა და მე რაღაც გაოცება წამოვიდა, მაგრამ ნუ ასე ხოთაშორის მახსოვს ეს სწავლის მომენტიც, რომ როგორ ეს გააკეთე, ხელი ესე მოусვი რაღაცა და აი რა მაგარია მშობლობა, რომ მამამ ცურვა არ იცოდა და ისე გასწავლა და შენ გეგონა რომ იცოდა. ასე და ამგვარად, ეს შაკოა, რომლის ისტორიაც ცურვაზე ჩვენი ინსპირაცია გახდა მისი სიტყვები ფილმად გვექცია. რატომ გადაწყვიტა ანიმ რომ ეს ისტორია გადაიქცევდა ფილმად? და ახლა ძალიან მომეწონა თქვენი ისტორია. ამ
ამ ადამიანის ისტორია, რომ მამა მასწავლა ცურვა მესამე კლასში რო იყო დაახლოებით, ოღონდ მერე დიდობაში გაიგო, რომ მამამ ცურვა არ იცოდა და ის იასწავლა. რაღაცნაირი ძალიან ესეთი ისტორიაა რა, საყვარლობაა და ზუსტადაც რომ მშობლებს, ბავშვებს ძალიან კარგ გამოცდილებას მისცემს არა მარტო ის, რომ იმ ადამიანს გავახარებთ, ვიზეც გადავიკებთ. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი ფილმი გამოვა სხვებისთვისაც. სცენა პირველი, 7 წლის ბიჭი შაკოს ზღვასთან დგას. წყლის ეშინია, მამა მის გვერდითაა. მამა აქ ვარ, ხელი არ გამიშვა, ისე შევიდეთ, წამო. ბიჭი ნელ-ნელა შედის წყალში. მამა ზურგს უჭერს. ცურვისას არ ებრძვი არავის, უნდა ენდო წყალს და ემეგობრო. მამა, შენ არ გიშინო და თავიდან წყლის. მამა, შიში რა მოსატანია წყალთან შულო, კაი რა. და შენ არ გეშინო და თავიდან წყლის? შიში გამოსატანია წყალში შილი. შაკო ძალიან ცდილობს, რომ წყალში თავი შეინარჩუნოს და გამოსდის კიდეც. წყლის ქვეშ უკვე ვხედავთ, რომ მამა ჩუმად ხელს უშვებს შაკოს და ისიც უკვე თავისით მიცურავს, ისე რომ ვერც ხვდება. თან მამას ელაპარაკება. და შენ რამდენი წლის იყავი პირველად რომ გაცურე? პასუხი არ არის, შაკო აგრძელებს ცურვას. და შენ რამდენი წლის იყავი პირველად რომ გაცურე? მა ცურა, და მოვკიდავ და ცურა. რა მაგარია! სცენარის წერის პარალელურად ვიპოვეთ შაკოს მეუღლის ინსტაგრამი. კონტაქტზე გავედით და შევხვდით ადგილას, სადაც საიდუმლოს შენახვა შესაძლებელია. მოვედით Herbal Space-ში, სადაც ძალიან ბევრ სხვადასხვა არომატის ჩაისთან ერთად შაკოს ცხოვრება განვიხილეთ. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა. ნიკა, წამო. მობრძანდით ულამაზეს გარემოში. აი იქ დავსხდეთ. როგორ ხარ? აი აქეთ დაჯექი, მოდი. მარი, მადლობა პირველ რიგში ძალიან დიდი, რომ ესე გვეხმარები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, იმიტომ რომ შენით გახდება ფილმი ისეთი, როგორიც უნდა იყოს, რომ შაკოსთან იყოს ახლოს. პირველ რიგში ხარ, რაც მაინტერესებს, როგორ ხარ და რა იცის შაკომ სათხარ? მადლობა, კარგად. შაკომ იცის, რომ დაქალთან მარიკასთან ერთად ვარ კაფეში. შაკოსაც მოკითხვა და მარიკასაც მოკითხვა. მოდი დავიწყოთ იმ ამბით, რაც მიყვა შაკომ და რაზეც ვიღებთ ფილმს, რომ მამა მასწავლა ცურვა ისე, რომ თურმე თვითონ მამას საერთოდ არ იცოდნია. შენ მომწერე, რომ ეს ამბავი შენ ციცი და ეს გაიგეთ ერთად. ეხლა მომიყევი შენი ხედვის წერტილი. მოკლედ. ზღვაზე ვიყავით, სანაპიროზე ვისყიდით მე და შაკო. გოგი, შაკოს მამა იყო ზღვაში შესული და მოულოდნელად უცებ ოდნავ აღელდას. ანუ სანაპიროზე დგას თითქმის და შაკო! ეს გოგის ხმა? ვაიმე გოგი კი? მამა! 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 რა მოგი? უცებ გოგის შეშფოთებული სახე და ძლივს როგორ გამოცურა ნაპირისკენ. ანუ ამ დრომდე ჯეროდა შაკოს, რომ მამა სადღაც 10 წლის წინ იყო ალბათ ეგ ამბავი. რამდენი წლის იქნებოდა შაკო დაახლოებით? შაკო იქნებოდა სადღაც 28-29 წლის ალბათ. 29 წლის მსახიობი უნდა ავარჩიო, ესე იგი მე კასტინგზე. ეს ავთოგაზდელიანია, მსახიობი, რომელიც კასტინგზე მოვიდა. ავთოგაზდელიანი 20 წლის. მინდა უბრალოდ შეხედოთ, როგორ გავს სინამდვილეში შაკოს. ერთადერთი განსხვავება თვალისფერია. ლინზების ყიდოს ვაპირებდით, როცა უსპონსორობამ შემომარტყა სახეში. მუშაობს სამსახურის ჩვეულებრივ. შენი აზრით რა რეაქცია იქნება შაკოს, რომ გაიგებს, რომ ესეთ რაღაც და როგორ გაიგებს, კიდე მოგიყვე, შენ არ იცი, მაგრამ შენ უნდა წამოიყვანო შაკო კინოში. კი, ისე რომ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, ანუ იმ მომენტამდე სანამ არ გაიგებს ამ სახელებს, თავის ბავშვობის ფოტოებს არ დაინახავს ფილმში და არ მიხვდება, რომ მისი ცხოვრება ფილმად გადაღებული, მანამდე ვერ მიხვდება ვერაფერს და ამის პირობა უნდა მომცე. კი, ანუ ძალიან შევთანხმდით. პირობას ვხვდებ, მართლა ის სიურპრიზები არ გამოგდის ერთმანეთში, იმიტომ რომ რაღაც გადავწყვეტ, აი 9 საათში მეც ვიცი, რას აპირებს და იმანაც ის ანუ, მაგრამ აი ხა ამჯერად აი ეს უნდა იყოს მომენტი გამოგივა. კი ბატონო. სცენარი დაწერილია. ახლა კი ერთი ადამიანისთვის ასობით ადამიანი უნდა შევკრიბო. აქედან კი გამოვარჩიო ადამიანები, რომლებიც ვიზუალურად ყველაზე მეტად გვანან ნამდვილ პერსონაჟებს. მაშ ასე, კასტინგის დღე. მიზანია რომ ხალხისთვის საყვარელი პერსონაჟი ვიყო. ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ავისრულოთ ჩვენი ბავშვობის ოცნებები და გავხდეთ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც ვიღოთ მონაწილე. საიდან გაიგეთ როგორ მოხვდით და რა მიზნები გაქვთ ამ პროექტში? კასტინგის შესახებ გავიგე და ჩემიდან
მაგრამ ჩამიგდო ბავშვიდან ჩემი ოცნება არის, ბავშვიდან ვოცნებობ ამ სფეროზე. ესე ვთქვათ, ვოცნებობდი ხოლმე მსახიობობაზე. 8 წლიდან თითქმის მინდა მსახიობობა. ერთი სული მაქვს, როდის იქნება ჩემი ჭერი. და მე რამდენი ხარ იქში? 343 ერთი ვარ იგივე. გუშინ ვერ დავიძინე, ისე მინდოდა მოსვლა. ძალიან გვიხარ. და დღეს ასპარაზ ძალიან კარგად დავიძინე. არის 12 წლის და შესაბამის როლს მოუძებნიან ალბათ. მე არ ვიცი ახლა თვითონ წამომიყვანა და მარტო გითხრათ ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც შემართებით ვარ და ბოლომდე დავუცდი. როგორ მიმდინარეობს ნიკას სამუშაო პროცესი? ხედავ რომ რომელიღაც ვიდეოს ამონტაჟებ და შეგიძლია ხალხს რო გაამდო, რა ხდება, როგორ პროცესი და რითი იწყება დილო? ფოკუსი გასწორებულია. ხო, დილა იწყება დედის სკინებით, იმიტომ რომ ვიდეოები არ ვარდება და TikTok-ით ხალხი მოდის მარტო 270-მდე, როცა ქონდა 270,000-ის მოლოდინი. თქვენ გაქვთ რიგის ნომრები, მეგობრებო, საიტზე დარეგისტრირდით, ამ რიგის ნომრების მიხედვით მიგიღებთ ყველას. რა ხდება დღეს? იდეა, რომლის გარშემოც ეხლა ყველა გავერთიანდით და მონაწილეობთ, მომივიდა გერმანიაში რაღაცა უდიდეს ყუთებს რო ვათრევდი და ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, რომ ამდენი ხართ და ეს არის ჩემთვის მხარდაჭერა, მართლა. გამარჯობა. ჯეიკობ ელორთ. შეიძლება მეუბნეს. გავსად, კი, როგორ ხარ? კარგად, ხო როგორ ხარ? კარგად. რაცა კეკელიზე უყავ. რამდენი წლის ხარ? 17 წელი ხარ მოხდა. რა საქმეა? ეხლა რეკლამაში მიიღებენ ხშირად ძალიან, ამ ბოლოს წამოვიდა, სტარტაპში ვარ და მანდაც მსახიობად ვარ. ფილმებშიც გადამიღია, ანუ მოკლემეტრაჟიანში, ძირითადად. თეატრი გირჩევია თუ? ეხლა მაგაზე წეგან გავიგერო ლაპარაკობენ და ჩემს ორივე ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, იმიტომ რომ თეატრში უფრო ემოციები გჭირდება, გჭირდება რომ უფრო ჩარჯე შენს როლში და მე ფილმები მეჩვენე უფრო. შენი თავი და სადღაც წარმოვიდგენ. კომედიის გარდა ყველგან, იმიტომ რომ კომედიაში ვიყავი და არ გამომდის ჩემი აზრით. იცი რა მითხარი, ეხლა რას გითხავ, რომ ჯეიკობს რო გამსკავსებენ, რამდენად კარგია ან ცუდი შენთვის? მე ვფიქრობ, ანუ პირველად რომ დამსკავსებ, მეთქი მაგარია თქო, მაგრამ მე ყველა რომ მომსკავსებ და უკვე აღარ მსიამოვნებდა და ნუ მომსკავსებს ეგრე ვიყავი, მაგრამ ნუ რაღაც მხრივ კარგი შეიძლება რომ იყოს. ხო რა, მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ მაგაში. მადლობა დიდი თავისუფალი. გამარჯობა. გამარჯობა. სახელი გვარი ასაკი საიდან ხარ? ლიზი ტატიშვილი 15 წლის თბილისიდან. ძალიან სასიამოვნო. რატო გადაწყვეტეთ დღეს საქმეს ვარ? ბავშვობიდან მიყვარს მსახიობობა და ყველაზე დიდი მიზეზი ის თეატრი, კინო? კინო. ოკეი, რატო კინო? დიდი მიზანიაც არის დედაყოს გადასული. ოკეი. და ყველაზე მეტად გუშემ მარტივობდა და მინდა რომ იმედები გილაპარაკიათ ამ თემაზე? კი, სულ გუშემ მარტივობდა და სულ მეუბნებოდა რომ უნდა გამოხმერო მსახიობი და უფრო მინდა რომ მაგის გამოხმერო. ანუ ჩემი ოცნებაც არის ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მსახიობობა და ჩემი ეკრანზე ხება ძალიან მიყვარს ჩემი თაობა. რამდენი წლის იყავი რომ გადაგეცვალე? 13. არ ვიცი რა უნდა გკითხო. კაი, კინო. რატო თეატრი გირჩევი კინო გკითხე? კი. ოკეი, ხო ხედავ ანუ სპექტაკლში მაქვს 8 წლის ვიყავ, მზად მაყურებთ თეატრში რომ მივიღე, მაგრამ სცენაზე რო დგახარ, რას გქს მაგას გეტყვი. რა ვიცი, სიამაყეს. შენი თვისებები? ძალიან მხიარული და აქტიური. გეტყობა, მართლა მხიარული და პოზიტიური ხარ. მადლობა თავისუფალი ხარ. ძალიან. როგორი დაუჯერებელია ჩემთვის. ჩემს ნათქვამზე მოსული ამდენი ხალხი. სხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა პროფესიის. ფეხბურთზე დავდივარ. ასაკის. საერთოდ თეატრი. ეროვნების. Okay, so I'm Sav. I'm Iranian. ყველა ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული. ჩემ თავს ხედავ თქვენ. იდეის გამო, რომელიც ერთი ადამიანის ისტორიას ემსახურება, ერთი ადამიანის სათქმელს. მაგრამ ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვისო ნათქვამია. ალო, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მე ნიკა ვარ კალანდაძე. უცებ გეტყვით, მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ YouTube-ის არხს, სადაც ქუჩაში გავდივართ, უცნობებს ვაჩერებთ. ვთხოვთ, რომ გაიხსენონ მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც არც ყველაზე კარგად ახსოვთ და მათ რომ გონიათ, რომ უბრალოდ ქუჩის გამოკითხვაში მოხდნენ სინამდვილეში, მათ ზურგს უკან რამდენიმე კვირაში ვიღებთ ფილმს და ხა ვერ დაგელაპარაკები შენ რა ნიკა რა არ მაქვს რა დრო რა. რა უნდა დაგიშაოს ადამიანმა ასეთი რომ არც კი მოусმინო. შეურაცხო და ტელეფონი მიათიშო. ამით ხომ მხოლოდ საკუთარ თავს იმცირებ. და თან ეს პირველი შემთხვევა არ გეგონათ.
ახლა რა უნდა ვქნა? მე ხომ ამ ბავშვებს დავპირდი, რომ მოცნებას აუსრულებდი. ფილმში გადავიღებდი. ბავშვთა სცენაზე ვდგავა. პატარაობიდან მოცნება როს მინდოდა რომ ყოფილიყავი ნებისმიერ სერიალში. მე ხომ შაკოს ცხოვრებაზე სცენარი დავწერე. შაკოს ცოლს იმედი მივეცი, თუმცა ქალბატონ პირობითად ნათიას ვერ წარმოუდგენია, რომ სურვილზე დიდი ბარიერი არ არსებობს. ქალბატონო ნათია, თქვენ ჩემთვის დრო გაქვთ თუ არა? გულიდან წამოსული იდეები ვერ კენსელდება. გამარჯობა მეგობრებო, გილოცავთ თქვენ მოხდით ჩემს გიჟურ იდეაში, რომელიც მოიცავს ფილმს ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომ მასზე ვიღებთ ფილმს. როგორ ხართ? დავიწყოთ ავთო შენგან. ელო, დიდი ჩემზარს რო დაგირეკავდი? არ ვლინოდი და სხვათა შორის ძალიან კარგი დაბადების საჩუქარი. დაბადების დღე ქონდა? გილოცავ, არ ვიცოდი. არ დამიმთხოვია. ო, ნუ გარდა იმისა, რომ გავიფარესინებთ, რომ სახეობა და უჩემთვის ეგ იყო ბავშვობით და დრემდე. ძალიან გამიხარდა და ამერიკიდან მithumide დაბადების დღეს ამერიკა ეხო. გილოცავ, დაბადების დღეს მოგვიანებით ძალიან მიხარია თუ ეგრე მოგილოცა და რამდენი წლის გახდი? 21. ანი, შენი ემოციები როცა დაგირეკე? მოგოდი იყო ნამდვილად, მაგრამ აი როცა ამერიკა მივხვდი, რომ აი შემთხვევით უფის უნდა ჯერდეს, იმიტომ ის შემთხვევით მოვხდი კასტინგზე და ის შემთხვევით მოვხდა ყველაფერი, რომ რავი. ძალიან გაოცებული დარჩება, ამანთულო ძალიან ხარ. კიო, ელოდი ჩემზარს? ან ველოდი სადღაც 300 ადამიანი აი კიდე სხვა და ძალიან გამიხარდა და ჩემ მეგობრებს შევაყავდნენ, რომლებიც იქ იყვნენ. ასე დადგა ის წამი, რომელსაც ორი თვე ველოდი. საერთოდ არ ვიცოდი. რაო? ორი თვის განმავლობაში ჩვენი ცხოვრება ერთი მიზნის გარშემო ტრიალებდა. დღეები ღამეებში გადადიოდა, ღამეები დღეებში. ყველაფერი მხოლოდ ამ რამდენიმე წუთისთვის კეთდებოდა. უცნაური არა, ერთხელ ქუჩაში შემთხვევით შეხვდე ადამიანს და მერე მისი ცხოვრება ფილმად აქციო. შეისწავლო მისი ყოველი ფოტო, მოძებნო მის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაცია. შორიდან გაიცნო ისე, რომ თავად არც კი იცოდეს. იმდენად დაუახლოვდე, რომ მისი ცხოვრების ეპიზოდები შენთვისაც ნაცნობი გახდეს. და ბოლოს, დადგე მის წინ. აუხსნა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში შენ და შენი მეგობრები მხოლოდ ერთი ისტორიით ცხოვრობდით. მისი ისტორიით. მთელი 2 თვის ნაშრომი? აიხლა კანკალებს ძალიან. ამ რამდენიმე წამში თავში ყველა შესაძლო სცენარი ერთდროულად თამაშდება. შეიძლება მოიწონოს, შეიძლება საერთოდ არ მოიწონოს. შეიძლება უბრალოდ თქვას არა და ეს მისი სრული უფლებაა, რადგან ამ მომენტამდე ეს ისტორია ჩვენი იყო, მაგრამ ამ მომენტიდან ეს ისტორია მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის, შაკოს და ახლა მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს. იხილავს თუ არა ამ ისტორიას ოდესმე მთელი ქვეყანა.
რომ გაიხსენოთ თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა მომხდარა? როცა ბავშვი ძალიან კარგი გილოცავთ. მანამდე ზუსტად კონკრეტულად ისეთი მომენტი, რაც მშობლებთან ერთად გახსოვს, ერთად გატარებული დროს ისე. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ისტორიაა, სხვათა შორის მამამ როცა ცურვა მასწავლა. და რამოდენიმე ხნის მერე დაახლოებით 5-6 წლის მე წინ აღმოვაჩინე, რომ თვითონ არ იცოდა ცურვა. შენ ბავშვობაში დედა ჩემს როგორ მოასწავლე ხოლმე? რასაკვირვი როგორება? როგორ და დედა ჩემს მაზალებდა ბავშვობაში ლექსები მეწერა. ლექსები მეწერა შენ? ხო, მაზალებდა და რა ვქნა. вообще არ მიგიწევი. აი, ხო დუფრაზები რა ჭირს? მოგლეთ, ჩამოვიდებოდი ხოლმე ოთახში. ილიას აკაკის ლექსებს შევერთებდი. ერთი დიდი ლექსი გამომყავდა და ეგრე უკითხავდი ხოლმე. ეგ რა ჩემი დაწერილი. აი, დუფრაზები შეჭირე, ყველაფერს ბრაზებ ხოლმე. რა ჭირს? ეს გამიშეკრება.
კარგად მოუსვი ხელები, ნუ გეშინია. წყალს უნდა ემეგობრო. და შენ ისე რამდენი თვის ყავ პირველად ცურვა მოისწავლა. სხვათა შორის მაგაზე ერთი კარგი ისტორია. ისტორია. ადრე მამა ჩემო. აი ზუსტად აქ მომიყვანა და აქ მასწავლა ცურვა. და როგორ? როგორ და ზუსტად აი ასე. მაგრამ შემდეგ გავიგე რომ ცურვა თურმე საერთოდ არ ცოდნია. არა, მაგარია. მაინც რამდენი წლის ყავი პირველად ცურვა მოისწავლა. და შენ რამდენი წლის ხარ ახლა? ბოლოდან თავი კითხვა და მე გავაგრძელოთ საუბარი. თან თუ არა თანახმა, რომ ეს ფილმი გახდა საჯარო და დაიდოს სოციალურ ქსელებში. ვია ახლა ბიონსე. არ ესეთი გზნობა არასდროს არ მქონია. როგორი გზნობა ცეხამა ქართულ კანკალე ხარჯერო ლაივში და მართლა. სულ ეს იყო მეგობრებო. ვარ დარწმუნებული ამ ფილმს ექნება გაგრძელება. თვითონ ფილმს კი არა, ფილმის ავტორს ექნება ისეთი საინტერესო ამბები, რომ არ გაჩერდება აი ამ ფილმზე. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ეს ძალიან დიდი სიახლე, ძალიან დიდი შესაძლებლობა. ძალიან მომეწონა, ძალიან ნერვიულობდი, რომ მეთქი როგორ გაამართლებ ჩემს იმედებს და აბსოლუტურად გაამართლა. იმდენად რთულია, რომ აი პირველივე კადრიდან ემოცია და სენტიმენტი წამოიღო მაყურებელში, რომ ეს მოახერხა ნიკუშამ და სუპერ ნიჭიერი რო აი ამაში ეტყობა, რომ ეცრემლები მომადგა ყურებისას. არა და იმდენად ბანალური ისტორია თითქოს ხო რაღაცა ცურვას ასწავლის, ვითომ რა, მაგრამ იმდენად სწორად აქვს კადრები გადაღებული, რაღაც სწორი სენტიმენტები. ეს არის თანდაყოლილი ნიჭი, არ არსებობს ამის და მე მგონია, რომ რაც უნდა ამას დამატებით, ახლა კარგი პროდიუსინგი, დრამატურგიული განვითარება და სპონსორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისეთი ემოცია გამოიწვია ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმამ მაყურებელში, რომ ეს არ არის მარტივი ზოგადად, რომ ის რასაც ჩაიფიქრებს ამ შემთხვევაში რეჟისორი, ხო, ვინც დაგეგმავს ამ ყველაფერს მაყურებლამდე მიიტანო მაქსიმალურად ეს ემოცია და ყველაზე მთავარი ეს არის ზოგადად, ხო, როცა ასეთ პროდუქტს ქმნი, რა არის მთავარი, რომ მაყურებელში გამოიწვია ემოცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საწყისი ეტაპი, ასე ვთქვათ, ნიკას თუ შეიძლება ასე ითქვას, შემოქმედებაში და ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებ, ბუნებრივია. ძალიან კაი იყო. ფილმით ყველაფერიც. გადაღების პროცესიც, ყველაფერი, ბევრი ვიცურავ, ბევრი დავიწვი. და და შაკოს რეაქცია როგორ მოგიწონა? აი, შენ რო ყოფილიყავი, როგორ რეაქცია გექნებოდა მაგას? მე ძალიან გამიხარდებოდა, ესე